ადრე ბრინჯაოს ხანის აღმოჩენა ასპინძის რაიონში ეროვნული მუზეუმისა და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფელ ჭობარეთში ტერასულ ნამოსახლარს მიაგნო. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ძეგლზე ძველი წელთაღრიცხვით მე-4 ათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღებული ქვის ნაგებობები, კერები და ჭურჭლის სხვადასხვა სახეობაცაა ნაპოვნი. რაღაცა გამოჩნდა აქ? რა არება? კერამიკა. კერამიკის ჭურჭლის ფრაგმენტი ერთ-ერთი იმ აღმოჩენილი ნიმუშებიდან, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდება. მასზე შესრულებული ორნამენტები კი შეუარაღებელი თვალითაც კარგად შეიმჩნევა. ეს გახლავთ ადრე შუა საუკუნეების ნაგებობის ნაშთები, ქვევით არის ადრე განვითარებული რკინის ხანის ნაშთები, კერამიკა არის ძირითადად, გუშინ აღმოვაჩინეთ რკინის ხანაზე ჩავედით, ერთი-ორი ნატეხია კერამიკის და მუშაობა დავასრულეთ წელს აქ უკვე. ადრე ბრინჯაოს დროის ნამოსახლარი შესაძლოა ტერასული ტიპის დასახლება ყოფილიყო, რასაც მასში გამართული ქვის ნაგებობები ადასტურებს. ასპინძის რაიონის სოფელ ჭობარეთთან კვლევით არქეოლოგიურ სამუშაოებს ეროვნული მუზეუმი მელბურნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ექსპედიციის წევრებთან ერთად აწარმოებს. ტერასული ტიპის ნამოსახლარია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ამ ტერიტორიაზე იწყებენ ნამოსახლარების გაშენებას მაღალ მთიან ადგილებში. აღმოჩენილი ნივთები მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ მაშინ და როგორი კულტურა ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ კავკასიაში ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა. ექსპედიციამ ტერიტორიაზე ამავე პერიოდის სამარხსაც მიაკვლია, რომლის გაწმენდითი სამუშაოები ექსპედიციის დასრულებამდე განხორციელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლითონის ჩამოსასხმელი ყალიბი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ლითონის გარკვეული ნივთები ადგილობრივად მზადდებოდა. ამ ძეგლებში აღმოჩენილი მასალა დათარიღდა ადრებრინჯაოს ხანით და მიეკუთვნა მტკვარ-არაქსის არქეოლოგიურ კულტურას. ეს კულტურა მეტად მნიშვნელოვანი კულტურაა ძველი წელთაღრიცხვის მე-3 ათასწლეულის კავკასიაში, არა მარტო კავკასიაში. ადრე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის არქეოლოგიური კვლევა დაახლოებით 2 წელი გაგრძელდება.